დამერეკა კლიენტი პრობლემით Samsung-ის მანქანა ინვერტორული ძრავით არ მუშაობს კარგად. ანუ რაში იყო პრობლემა? კლიენტი მეუბნებოდა დილიდან ჩავრთავო მანქანას და საღამოზე ამთავრებს მუშაობას. ეგ იყო არანორმალური, ჩავრთე გაწურვა 14 წუთიანი, მანქანა გაეტანა წყალი, დაიწყო ბრუნვა. როცა მანქანა მიდიოდა გაწურვისკენ, ანუ კრეფავდა ბრუნებს, ითიშებოდა და ისევ ბრუნდებოდა 14 წუთზე. ეგ არ იყო ნორმალური. ვიფიქრე, რის ბრალი შეიძლება ყოფილიყო. გავზომე ძაბვა ქსელში. იყო 208-209 ვოლტი. ეგ იყო დაბალი ვოლტაჟი, მაგრამ მაგის ბრალი არ ყოფილა. მოხსენი პლატა, რომელიც მდებარეობდა ქვევით და ჩავატარე დიაგნოსტიკა, აღმოჩნდა, რომ კონდენსატორი იყო გამოსული მწყობრიდან. შევცვალეთ კონდენსატორი და კიდე კონტაქტები, რომელიც ირთვებოდა 220 ვოლტი რო ირთვებოდა, იქაც იყო პატარა პრობლემა. იქაც გავაკეთეთ. მანქანა ამუშავდა კარგად, დაამთავრა კარგად რეცხვა. გამოწერით ჩემი გვერდი, ყველას დიდი მადლობა. კარგად იყავით.